სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს არის კვირა, რომელსაც ქვია ადამის განდევნა 64-დან. წავიკითხეთ მათა სახარება, სადაც ლაპარაკი იყო მიტევებაზე, ვინაიდან ხვალიდან მარხვა იწყება, ამ კვირასაც სწორედ მიტევების კვირა ქვია, სხვანაირად, რომელითაც გადმოცემულია შინაარსი მარხვის, მთელი არსი, რისკენ უნდა ისრაფოს ადამიანმა და ამავე დროს მარხვაზე იყო წაკითხული პავლე მოციქულის ეპისტოლე, სადაც ის ამბობს, ვინც ჭამს და ვინც არ ჭამს, ერთმანეთს ნუგან იკითხავთ, ჭამა და არ ჭამა არ აახლოებს ადამიანს ღმერთთან. ანუ მარხვის ასტრონომიულ მხარეს მნიშვნელობა არ აქვს, ამბობს პავლე მოციქული, ამიტომაც აქცენტები უნდა გადავიტანოთ მარხვის დროს სხვაგან. ეს არის მოწყალებითი მდგომარეობა სულისა, როცა ადამიანს სურს ყველას მიუტევოს ყველაფერი და ასევე შენდობა ითხოვოს. ფაქტურად ეს არის შერიგება, მარხვა არის შერიგება ადამიანებს შორის და შერიგება ღმერთთან. ჩვენ ღმერთს ვთხოვთ შენდობას და ამავე დროს ამ ადამიანებს რომელთაც წინაშეც დავაშავეთ. და მაცხოვარი განსაზღვრავს ხარისხს შენდობისას და ამბობს, რომ როგორაც მიუტევებ, ისე მოგეტევება. ანუ ფაქტიურად ჩვენ რომ კარგად დავფიქრდეთ და ეს სარწმუნოებრივად გადავიყვანოთ, გამოდის ესე ფორმულირება შეიძლება ესეთი, რომ ადამიანი რო სხვას უტევებს, პირდაპირ გაგებით უტევებს საკუთარ თავს. და თუ შენ შეხედავ ამას, რომ შენ სხვა ადამიანში შენ თავს უტევებ, ალბათ ჭკვათ ყოფილი მოიქცევა მართლაც ეს. გამოდის რომ შენ თვითონ გამოგავს განაჩენი შენ თავს. წარმოგიდგენთ, წინა კვირას იყო საშინელი სამგზავრო, ხო? სადაც წარმოდგენილია განიკითხავს სამყაროს გამკითხველი, შემქმნელი მისი, ხო? საჯული, ასე ვთქვათ. და რო შევადაროთ თანამედროვე ან ნებისმიერ მართლსაჯულებას, სადაც ადამიანი თვითონ ხდება მსაჯული საკუთარი თავის. არა ღმერთი დაждდება და განგიკითხავს შენ, არამედ შენვე ხარ გამკითხველი შენი თავის. იმიტომ რომ შენივე გაკეთებულია, რო გიბრუნდება უკან. ამიტომაც როცა ურთიერთობს ადამიანი მეორე ადამიანთან, უნდა ახსოვდეს, რომ ის ურთიერთობს სწორედ საკუთარ ან დასჯასთან, ან პირიქით საკუთარ წყალობასთან. და მთელი მარხვის განმავლობაში ეკლესია მოგვიწევს, რომ სწორედ ამ კუთხით ვიცხოვროთ, ვიყოთ და ამ კუთხით გავაგრძელოთ ეს მარხვა და მარხვაში მოვახდინოთ სწორედ ამის რეალიზირება. რომ იყოს სიმშვიდე სულში, იყოს მშვიდობა შენ სირგლივ, იყოს პატიება, წყალობა და სიკეთე. დღევანდელი დღე, როგორც თქვი, არის მეორე მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს არის დღე, სიმბოლურად ასახული, რომ ადამი განიდევნა 64-დან. ანუ მარხვა როგორც ესე იგი 64-ეული მდგომარეობიდან გასვლა, ოღონდ ეს არის კეთილი ნებით, შენი ნებით გადიხარ ამას აკეთებ და იწყებ დაბრუნებას, ცდილობ დაბრუნებას მამისეულ სახლში, ხო, მშობლიურ მხარეში. და აი უცხების შვილის იგავის არ იყოს, საღაც ვარ ჩვენ, არა სამშობლოში, არა იმ ადგილას, სადაც ჩვენი ადგილია დღიდან ჩვენი დაბადებისა, ხო? და აი მარხვაც ეს პერიოდია და უნდა დავფიქრდეთ ჩვენ ერთ რამეზე, ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, 64-დან განდევნა ადამიანის. ეს არის პირველი ფურცლები ბიბლიისა, ხო, ძველ აღთქმისა, როცა ღმერთმა სამყარო შექმნა ადამი, ევა დაასახლა ესე იგი 64-ში, მისამად კურთხევა, რომ უნდა
ესე იგი აღეშენებიათ ეს სამეთქო განევრცოთ ანუ ადამიანი დაასახლა როგორც შემოქმედ არსებად რომელსაც თავისი მოღვაწებით უნდა მოეხდინა თავისი თავის სრულყოფა ადამი არ არის სრულყოფილი ადამი არის თავის პერსპექტივაში სრულყოფილების გზაზე მაგრამ ადამი არაც ცოდვილია იმიტომ რომ ცოდვა არ ჩაუდენია მოკლედ ადამი არის აი ეს კარგი საშენი მასალა რომლისგანაც შეიძლება გამოიძერწოს მიქელანჯელოს პიეტა და შეიძლება დეგრადირებული მაიმუნური სახეც მიიღოს ხო ბოროტების სახეც გახდეს და აი ეცემა ცოდვით გახსოვთ თქვენ კარგად ცნობილი ისტორია როგორ შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი და აიქ თუ ამ თემაზე უამრავიც გვილაპარაკია და მოსმენელიც გაქვთ ყველაფერი მაგრამ შეიძლება კიდევ წლების ლაპარაკი მაგრამ ერთ კონკრეტულ ნაწილზე უნდა გავამახვილოთ ყველა კუთხება და ის მინდა რომ ცოტათი მაინც შევაღოთ და გავხსნათ ეს არის რას ეუბნება ბოროტე როცა ეუბნება შეჭამეთ ხის ნაყოფი და იქნები თქვენ როგორც ღმერთი მესმით აი საცდური რა არის ეშმაკის როგორც ღმერთი რას ნიშნავს რომ როგორც ღმერთი შენ იმას ნიშნავს რომ შენ თვითონ დაარქმევ სახელს რა არის კარგი და რა არის ცუდი აი რა არის კარგი იმას შენ კი არ განგისაზღვრავს ვინმე სხვა არამედ შენ თვითონ დაარქმევ კარგს იმას რაც შენ გინდა რომ იყოს კარგი და როცა ადამიანი ცოდვილია ის კარგს ძალიან ცუდ რაღაცებს არქმევს საერთოდ რა არის სიკეთე და რა არის კარგი ალბათ ძალიან ღია და ფილოსოფიური თემაა მაგრამ ერთი მაინც მნიშვნელოვანი განსაზღვრება აქვს რა არის კეთი კეთი არის ყველაფერი ის რაც ადამიანისთვის არის სასარგებლო რაც შენთვის სასარგებლოა ის არის კეთი შეიძლება შხამიც იყოს სიკეთე არა იმიტომ რომ წამალი იყოს დამზადებული გარკვეული გველის შხამისგან მაგრამ ის იყოს კეთილი იმიტომ რომ შენს დაავადებას ჭირდება ზუსტად ეს შხამი მეორე შემთხვევაში იგივე შხამი იყოს ბოროტება იმიტომ რომ შენ წამალავ ადამიანს და კლავ ანუ სიკეთე ყველაფერი იმის ერთობლიობაა რაც ადამიანისთვის არის კარგი და ადამიანისთვის კარგი ის არის რაც ღმერთმა შექმნა კეთილად ანუ ღმერთი როგორც ხედავდა სამყაროს და ბუნების კანონების შექმნა ხო შექმნა ბუნების კანონი ღმერთმა ხო გვაქვს აეროდინამიური კანონები გვაქვს ჰიდრაულიკური რა ვიცი მთელი მიზიდულობა ეინშტეინი ნიუტონი ყველაფერი შექმნა ღმერთმა მეცნიერები ამას აღმოაჩენენ ხოლმე ხო მეცნიერს ხوار შეუქმნია აღმოაჩინეს რაღაც კანონზომიერები რომელიც არ გადადის ხო ერთი და იგივე ადგილი ერთნაირად მოქმედებს ამ სამყაროში და ადამიანმა რომელსაც უნდა რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს ეს კანონზომიერებები და კანონები ბუნების კანონები უნდა გამოიყენოს აი მაგალითად თუ გინდა რომ ხომალდი შექმნა თვითმფრინავად და გააფრინდე და სიკეთეა ხო ეხლა თქვათ რაღაცა სხვა ქვეყანაში წასვლა მანძილის გადალახვა სწრაფად სიკეთეა აშკარად იმიტომ რომ შენ რო გზაში უნდა იწვალო და რაღაც გაიტანჯო და უბედურებები გადახდეს შენ შეგიძლია 1 საათში გააკეთო ეგ და სხვა რამეზე დაიხარჯო შენ და არა გზაზე დაიხარჯო ხო აი ეს ხო კაი და კაი თუ არის მაშინ არის კარგი როცა ამ კანონებს რომელიც ბუნებაშია შენ გაითვალისწინებ და თუ რაც უფრო მეტად ითვალისწინებ ამ კანონებს მით უფრო სრულყოფილია ხომალდი და მით უფრო ნაკლებად საზიანო ადამიანისთვის ხო სად პირველი თვითმფრინავები და სად დღევანდელი თვითმფრინავები და მომავალი კიდევ უფრო კარგი იქნება თუ მეცნიერება განვითარდება ესევე არის სულიერი კანონები ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისი კანონით რომ რა არის სასარგებლო ადამიანისთვის ხო და ეს სასარგებლო ადამიანისთვის არის ყოველივე ის რაც ღმერთმა შექმნა და მისცა მას როგორც სიკეთე და როცა ერთ-ერთი სიკეთეთაგანი არის თავისუფლება არის შემადგენელი ადამიანის ნაწილი
ისევე როგორც აზროვნება ადამიანის შემადგენელი ნაწილი, ხო? მოაზროვნე მეტყველი არსება. ასევე ის უნდა იყოს თავისუფალი, რომ მას ჰქონდეს, ესე იგი, სრულყოფილების გზაზე მიზნის მიღწევის საშუალება. მაგრამ ეს თავისუფლება შეიძლება ადამიანმა ბოროტად გამოიყენოს. ფაქტიურად ეს ფაქტი ეუბნება გახდები ღმერთივი თავისუფალი, ანუ აბსოლუტური თავისუფალი იქნება და შენ თვითონ განსაზღვრ. დღეს ჩვენ ხედავთ კაცობრიობის ისტორია ძალიან ეს არის მრავალფეროვანია ამ მხრივ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ჩანს რას ნიშნავს შენ გახდები ღმერთი. ნახეთ, ადამიანები ეძახიან საწყის, ადამიანურ საწყის, ორი სქესის მქონე საწყის ისე როგორც თვითონ უნდათ რომ დაინახონ. და ამბობენ რომ ორი სქესი კი არ არსებობს 50 სქესი. ხო? თქვათ იძახის რომ მე ქალი კი არა ვარ, მე ვარ კაცი. იმიტომ რომ მე ესე დავარქვი ჩემ თავს. მე ვარ კაცი. მე ვარ ეძახის პირიქით. ანუ საწყისებშიც კი ადამიანი თვითონ საზღვრავს ვინ არის. რეალურად ვინ არის, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს. და ვინც ხარ, იმაში უნდა განვითარდეს შენ. და არა იმაში, ვინც არ ხარ შენ. ამ მდგომარეობაში, ადამიანის მდგომარეობაში არსებობს სხვადასხვა დაავადებები, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიური. და რასაკვირველია, ფსიქიურად ასრული ადამიანები არსებობენ, რომელთაც პრობლემები აქვს და რომელზეც უნდა ჩვენ დავმწუხდეთ. მაგრამ და ვეცადოთ რომ დავეხმაროთ ადამიანს, მაგრამ ეს აშლილობა არ უნდა გამოცხადდეს ნორმად. დარღვევა არ უნდა იყოს ნორმად. შეიძლება ადამიანს სმენა დაქვეითებული იყოს, შეიძლება სინათლე არ ქონდეს თვალში, მაგრამ ეს არ ითვლება რომ ნორმა. ის რო ყოფილი არსებაა მაინც ადამიანია და სრულად მიიღებს ყველაფერს, მაგრამ მაინც ნაკლული ადამიანი ესე არ არის შექმნილი, რომ სმენა არ ქონდეს. არც ისე რომ ფერებს ვერ არჩევდეს, არც ისე რომ ბატონო? ხო, და თვალებში შეიძლება ვერ იყურებოდეს, მაგრამ მაინც ეს არის მოცემულობა, რომლითაც უნდა განვითარდეს და ადამიანები უნიკალურად ვითარდებიან ამ მხრივ, იმ პირობებშიც კი, რომელშიც არიან. და როცა შენ ცოდვით ეცემი ადამიანი და დაცემული ხარ ადამი, ხო, უკვე ღმერთი შენ თვითონ ხდები და საზღვრავ რაც მოგწონს. უფრო სწორედ რაც ქსიამოვნებს იმისკენ იხსრები და აცხადებ ნორმად. და ეს ამ ნორმას მე გადასცემ და ამის პოპულარიზაციას ახდენ, რომ ეს ნორმა, ეს კარგია. აი სწორედ ამ მხრივ ჩვენ რელიგიური ადამიანები უყურებთ სამყაროს სწორედ ესე, რომ არის ობიექტური რეალობა, რომელსაც ღმერთი აწესებს, ამ ბუნების კანონი თუ შექმნა, ადამიანის სულიერი კანონით შექმნა ღმერთმა, ხო? და საჭიროა ამ სულიერი კანონების ესე იგი დაცვა და მასში გაზდა, რომ შენ ზიანი არ მოგადგეს, რომ შენი სული განვითარდეს და დაემსგავსო შენ შემოქმედს და იქ განთავისუფლდე, ღმერთში განთავისუფლდე. არა ცოდვაში განთავისუფლდე, სადაც ყველაფერი შეთვის დაშვებული იქნება, ყველანაირი უზნეობაც კი, ხო? გარყვნილებაც კი, რომელსაც დაარქმევ ნორმად. არამედ ისე განვითარდები და რაც შენთვის სასარგებლო იქნება, რომ შენ მიემსგავსები ღმერთს, შენ შეიქმნები განუმეორებელი ქმნილება ღმრთისა, რასაც რელიგიურად, ქრისტიანულად განღმრთაება ქვია, ხო? განიღმრთო ადამიანის ბუნება. მაშინ ისე გაიმსჭვალა ღმერთი, რომ მაქსიმალურად მიემსგავსა ქრისტეს. მაქსიმალურად მიემსგავსო ქრისტეს, რომ როგორც პავლე მოციქული ჩვენ ზრახვანი უნდა გქონდეს ქრისტესნი. შენი და მისი, როგორც არის ხოლმე, ხო გახსოვთ, ესე ვართ ადამიანები, რომ აი რა სიტყოდა ჩემი მასწავლებელი ამ დროს, ჩვენთვის ავტორიტეტი ადამიანები. და მამა ჩემი რა სიტყოდა ამ დროს, როგორ მოიქცეოდა, ვინც ჩვენთვის ავტორიტეტია და ჩვენთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი არის ქრისტე.
და როგორ შეხედავდა ქრისტე ამ ადამიანს ამ მოქმედებაში როგორ მოიქმედებდა შეურაცხყოფას მიაყენდა თავს და ამხობდა თუ მიიღებდა და მოეფერებოდა თუ დაითმენდა და ხმას არ მოიღებდა არ ვიცი როგორ მოიმოქმედებდა და აი აქ გამოგდის ჩვენ ქრისტიანული ნამუსი და მორალი როცა ჩვენ გვეხსნება შიგნით და რაღაცა ხმა შინაგანი ხმა გვეუბნება რომ არ ვიქცევით სწორედ არ არის კარგი ეგ უკეთესი იქნებოდა სხვანაირად მაგრამ ყველა რელიგიურ მიმდინარეობას და ეროვნებებსაც ხომ ნაციონალობებს აქ თავისი მორალი ჩამოყალიბებული ამიტომაც შენ ქრისტიანობა იმიტომ არის საჭირო რომ ეს მორალი იყოს ქრისტიანული თორე წარმართობაში არის რაღაც წარმართული მორალი იგივე საქართველოშიც მაგალითად მთაში იყო მორალი რომ შენს მოწინააღმდეგეს მარჯვენა უნდა მოაჭრა და დაიკიდო ეზოში და დაკიდებული მარჯვენები უნდა კონდეს ეს მარჯვენა იმიტომ უნდა კონდეს დაკიდებული რომ მე იქ 64-ში თუ მიღმეორ სამყაროში რომ შეხვდები იმას ხელი არ კონდეს და ვერ მოგიგოს ხმალაობაში ну აი ესე წარმოდგენა აბსურდული ხო მაგრამ იყო გაბატონებული აგერ მე-19 საუკუნემდე ამ ხელა ქრისტიანული ქვეყნის ანუ ეს მორალი უკვე ქრისტიანული აღარ არის და ამიტომ შენ და იმას ნამუსი ამხელდა როცა დაწვებოდა რომ მარჯვენა არ მოაჭრა რა და ვერ მოისვენებდა სადამ არ მოაჭრიდა ან კიდევ სირცხვილით ვერ გამოყოფდა ცხვის და შენ თუ გინდა რომ ეს მორალი კონდეს უნდა კონდეს ქრისტიანული მორალი ქრისტეს მორალი უნდა კონდეს უნდა იხემძღვანელო მთის ქადაგებით მაცხოვრის ქადა მიუტევეთ მოგიტევეთ იყავ მოწყალე ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არის და უნდა ყველას ცხონება და არავის დაღუპო არ უნდა და ესე მოვიდა ძეკაცისა რათა აცხონოს და რაც არ წმინდოს და დასაჯოს არამედ აცხონოს სამყარო მის მიერ მაგრამ ამას აცხონებს ამას აკეთებს კეთილნების თანხმობის შემთხვევაში ამას არ აკეთებს ძალით არ ძალადობს ღმერთი იმიტომ რომ თავის რჩეულს თავის ქმნილებას რომელიც ძალიან უყვარს არ შეურაცხყოფს ასე რომ დღევანდელი მოცემულობა გვაქვს მთელი მარხვისა როგორ უნდა მიუტევოთ ჩვენ რომ ჩვენ მოგვიტევონ და დღევანდელ დღეს არის მსახურება მიძღვნილი ამაზე რომელსაც წუხრი ქვია მიტევების და თქვენ უკვე ხშირად მიგვიტევები ერთმანეთისთვის შეგვისრულები ეს მსახურება და შევეცადოთ რომ გულით გავაკეთოთ მაგრამ გულით მიუტევოთ ერთმანეთს რა საკვირველია ახლა ბევრი ფორმალობა ამაში რომ ახლა უცხო ადამიანს ან ორჯერ ნახს მოიტევებას თული მაშინ როცა არაფერი არ დაგიშავებია მისთვის მაგრამ ეს რაღაცა გააჩვევს ადამიანს სიკეთისკენ როგორც ბავშვს აჩვევ ხოლმე რაღაცას ბევრჯერ გამეორებით და მაგრამ ისე არ უნდა მიეჩიო რომ ეს გადაგივიდეს იმაში პროფანიზმში მოკლედ ეხლა მსახურება მიტევების ესე იგი თუხრის მსახურება და მსახურების შემდეგ ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ